ლაპარაკობთ იმაზე, რომ ბავშვები იკლებს, შეიძლება მან არსებობდეს მოსაზრება, რომ ეს ბუნებრივი პროცესი არის და ხომარჯობია, რომ ბავშვებს უფრო ისეთ თემში ქონდეს სწავლების შესაძლებლობა, სადაც ბევრნი არიან და ეს რაღაცნაირად ურთიერთობა. მან მოდის მეორე გამოწვევა, რაც არის სახელმწიფოებრივი ინტერესი, ხო? და ადამიანების არჩევანი ციცხოვრა მთაში. და ძალიან მნიშვნელოვანია თან ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც საზღვარი, თან ასეთი საზღვარი, თან ასეთ მეზობელთან გადის კავკასიონზე, იქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხელშეწყობა იმ ადამიანების და განათლების, მათ შორის განათლების სერვისების მიწოდება და აი რასაც გაგამბობდა, რომ აღარ იბადებიან ბავშვები, ხო? შეიძლება ვიღაცისთვის ეს არის რაღაცა რიგითი, რაღაცა დემოგრაფიული პროცესი, რომელიც მეც, მაგრამ ჩვენთვის არის კატასტროფული მდგომარეობა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ის ცოდნა იკარგება და უსაფრთხო აღარ ხდება მომავალი თაობებისთვის, იმიტომ რომ არ იციან, მაგალითად ზვავი სად ჩამოდის, ან შეიძლება მდინარესად მოვარდეს, ხო, ადიდეს მთის მდინარეებს ეს ახასიათებს. გარდა ამისა, აღარ არიან ბუნებრივი გუშაგები. მესაზღვრეები აღარ ყავს რეგიონში და ძალიან პრობლემური არის. იმისათვის, რომ აი რაღაცნაირად უფრო კომპლექსურად შევხედოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე არსებობდეს რაღაცა საგანმანათლებლო წამახალისებელი მიდგომები. ჩვენთან მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მრავალფეროვანია, სისტემის ცვლილება ხდება ჯერთი ძალიან ნაჩქარევად გამოსილების გათვალისწინების გარეშე და მონაწილეობის გარეშე. შემოიტანენ ხოლმე ერთ მოდელს, რომელიც თითქოს უნდა მოერგოს ყველა სკოლას, თბილისის 2000 ბავშვიან სკოლას და მაგალითად ბარისახოს 40 ბავშვიან სკოლა ინტერნატს და აი აქ უკვე იმდენად ცენტრალიზებულია და იერარქიულია ეს სისტემა, რომ არ ეკითხებიან მაგალითად მასწავლებლებს, ხო? და აი შეიძლება მაგალითად არსებობდეს უცებ დახურონ შატილში პანსიონი და თქვან რომ აი ეს არის ემსახურება ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს. მაშინ როდესაც პანსიონის დახურვა შეიძლება ბავშვთა კეთილდღეობის თვალსაზრისით არ უნდა არსებობდნენ ბავშვთა სახლები და სხვა ტიპის მომსახურებები უნდა არსებობდეს, მაგრამ შატილში თუ აღარ გექნება პანსიონი, მაგალითად ეს ნიშნავს, რომ განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობას უზღუდა ბავშვების უმეტესობას. და არ არიან ადგილზე ადვოკატები ადამიანები, რომლებიც ამ საკითხზე სახელმწიფოს დაელაპარაკებიან და მიაწვდენენ ხმას. ეს პირველ რიგში განათლების სფეროში მომუშავე ადამიანების საქმე არის. მასწავლებლებს მაინც არ გულისხმობ. მაგალითად არსებობს რესურს ცენტრი, მაგრამ მცხეთა-მთიანეთის ვთქვათ რეგიონი იმდენად დიდია, რომ იქ მომუშავე ადამიანებმა კონკრეტულად არ იციან იქ რა ხდება და არ ხდება ვთქვათ რაღაცნაირად იმ სკოლების ინტერესების წინ წამოწევა ან იმ სკოლების საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინება. ვინ უნდა დააყენოს შუამდგომლობა პოლიტიკის განმახორციელებელთან, რომელსაც შეიძლება დიდი სკოლების მიღმა არც უნახავს სკოლებში რა ხდება, ხო? ეს არის იმ ადამიანების ტვირთი და იმ ადამიანებმა საკუთარ თავი აი ამ როლში უნდა დაინახონ. რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თუ თქვა არ გივარგა ცენტრში ვინც არის, ვინც საზღვრავს განათლების პოლიტიკას, ადგილზე მაინც უნდა ვივარგოთ და მივაწვდინოთ ხმა და მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის საზოგადოებას, იმიტომ რომ საზოგადოება ვერ განვითარდება მარტო თბილისში და მარტო რაღაცა რამდენიმე სკოლის გათვალისწინებით დაგეგმილი პოლიტიკით.